ტალახიანი და გუბეებით სავსე გზები. 21 საუკუნეში ადგილობრივებს სწორედ ამ გზით უწევთ სიარული. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქოსალოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაბამის უწყებებს ბევრჯერ მიმართეს, თუმცა აღნიშნული პრობლემა ისევ მოუგვარებელია. 5 შვილიშვილი მყავს და 5-ვე თავად მიმყავს სკოლაში, რადგან ბავშვები გზას ვერ გადიან. 70 წლის ვარ, ასე როდემდე უნდა ვიყო. გზის საკითხთან დაკავშირებით მარნეულში ალბათ 10-ჯერ ვიყავი. მუდმივად მეუბნებიან, რომ პრობლემა მოგვარდება, თუმცა უშედეგოდ, ისევ იგივე მდგომარეობაა. გარეთ ვერ გავდივართ, არადა ხანსად გვიწევს გასვლა, ხანსად. ჩვენც ადამიანები ვართ, 80 წლის დედა მყავს და ვერსად ვერ გადის. ამ პერიოდში სტადიონი ააშენეს. ვერ ხვდები, როცა სოფელში ასეთი ადგილები ან დაზიანებულ გაფუჭებული გზებია, სტადიონი რა საჭიროა. 22,000 ლარის დახმარება ჰქონდა სოფელს. ადგილობრივებს აინტერესებს, რაში დაიხარჯა ეგ თანხა ან რატომ არ იხარჯება ასეთი პრობლემური საკითხების მოგვარებაში. როცა ადგილობრივებს წასვლა გვიწევს სამძიმარზე, ქორწილსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებზე, ჩვენ თვითონვე ვყრით ხრეშს, თუმცა უშედეგოდ, სიტუაცია დღითიდღე უარესდება. მეორე ქოსალოს ერთ-ერთ უბანში, სადაც 40 ოჯახი ცხოვრობს, გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი, რაც გზის ცუდი მდგომარეობის გამო სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებასაც იწვევს. განსაკუთრებით რთული ვითარება შემოდგომასა და ზამთარშია, როდესაც წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად გზა მოკლე დროში ტალახიანი და გამოუსადეგარი ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ აუცილებელია გზის საფუძვლიანი რეაბილიტაცია, რათა გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ჩვენც ცოდოები ვართ. მე პირადად თვალის პრობლემა მაქვს, წნევები მაწუხებს. იმ დღეს სასწრაფო მანქანა გამოვიძახე, თუმცა მან ვერ შეძლო შემოსვლა და ვერ მოაღწია ჩვენამდე. ძალიან ცუდად ვარ და ვნერვიულობ, არაფერი არ იცვლება. გარდა ამისა, მოსახლეობა სოფლის მერიის წარმომადგენელსაც უჩივის. მათი მტკიცებით, სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საჭიროებებზე სათანადოდ არ იხარჯება და პრობლემები შესაბამისად არ გვარდება. სოფლისთვის გამოყოფილი თანხა იხარჯება მერის სოფლის წარმომადგენლების მხრიდან, რომელი ორგანოც არ უნდა მოვიდეს არ მეშინია, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ. გზები ასეთ ვითარებაშია. ხელისუფლებამ სოფლისთვის თანხა გამოყო, თუმცა ეს თანხა სათანადოდ არ იხარჯება. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, რწყვის ძრავი, რომელიც სოფელს ეკუთვნის, გასხვისებულია ზაურ დარგალის მამაზე. სწორედ ამიტომ ადგილობრივებს მორწყვაში ჰექტარზე 150 ლარის გადახდა გვიწევს. ამ ხელა სოფლის მოსახლეობა დამოკიდებული ვართ ერთ პიროვნებაზე, რატომ უნდა გადავიხადოთ ადგილობრივებმა ეს თანხა. გზების ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით დიდ გამოწვევას ქმნის სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის. ადგილობრივების თქმით, გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები დასახლებაში შესვლას ვერ ახერხებენ, რაც შემდგომ საგანგაშო ვითარებას ქმნის სოფელში. ამასთან, ეს გზა მოსწავლეების გადაადგილებასაც აფერხებს სკოლაში. როგორ შეიძლება ასეთი რამ? სასწრაფო მოდის და ვერ აღწევს ჩვენამდე. ბავშვები ვერ მიდიან სკოლაში. საპენსიო ასაკში ვართ და ბევრს ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს. ბევრჯერ წავედით მარნეულში, თუმცა არავინ არ გვისმენს.